ორშაბათი კვირის საუკეთესო დღეა. დღე, რომელსაც თან სიახლის მოლოდინი, იმედი, რაღაც ინოვაციური შექმნის სურვილი ახლავს. ბედნიერი ხარ შენი მიღწევებით, ფიქრობ უფრო სწრაფად. იღიმი და სამყაროს შენს გარშემო უფრო ღრმად შეიცნობ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სულ სხვაგვარად აღიქვამენ ორშაბათს. მეტიც, მათ ორშაბათი სძულთ. საერთოდ ორშაბათი მე ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ სახლიდან გამოხვალ ხელფერს დაიბან და კვირას დაიბან რომ ორშაბათს კარგად იყო და გადიხარ ქუჩაში და ხდება ყველა ენთუზიაზმით რომ მე დღეს დიეტა დავიწყე, მე დღეს მუშაობ კარგად, მე დღეს რაღაც, მაგრამ მე ამის არ მჯერა რა. მე ვიწყებ ამას კვირას. რავი, დავიწყე რაღაც, დიეტა უნდა დავიწყო რა, კვირას. შაბათს დილით ვიწყებ ნერვიულობას, რომ ხვალ მოდის კვირა და კვირას ვიცი მთელი დღე იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ კვირას მოსდევს ორშაბათი და ორშაბათი დილა. ძალიან არ გავუმართლა ორშაბათს რეალურად, იმიტომ რომ პირველი დღეა იმ სამუშაო პერიოდისა, ყველას ესიზღება ეს დღე. არის გასაგები არ ატყობ, იმიტომ რომ რაღაცა დასვენებული მოდიხარ და უნდა დაუბრუნდე სამუშაო რიტმს. 5 დღე მუშაობ, 2 დღე ისვენებ, 2 დღე რეაბილიტაციას აკეთებ რეალურად, არც ისვენებ. და მე ისე უნდა დაიწყო შრომა და ამიტომ ეს პირველი დღე რომელიც გეფეთებს ყველაზე ძიმე რა. უნდა ჩაჯდე ფორმაში რა, დიდი ალბათობით დაუძინებელი ხარ, იმიტომ რომ 2 დღე არ ყოფნის და დღე და ღამე გადასწორებული გაქვს და მე ორშაბათს შეხვდე მაინც ფორმაში მზად ენერგიული და ამიტომ ძალიან ძიმეა. მაქვს ესეთი ჩვევა, რომ რაღაცნაირად ვემზადები ორშაბათისთვის, ამიტომ მირჩევნია კვირას ვიმუშაო. ხო, იცი რომ ეს რაღაცნაირად ამ სტრესს ვანეიტრალებ. ორშაბათს არ მაგვიანდება ხოლმე, მოვდივარ უბრალოდ ცოტა ადრე ხანდახან და დაირვის ნახევარზე ორშაბათი ჩარდე და ვიტყვი გათენდა ორშაბათი გაიღვიძეთ ხალხო ერთად დავიწყოთ ახალი სამუშაო კვირა, მაგრამ გულში რას ფიქრობ ხო მარტო მე ვიცი. როგორ მეძინებ. მაინც ფიქრობ რომ დღესასწაულია, იმიტომ რომ ჩვენ ახალ სამუშაო კვირას ვიწყებთ. იმისთვის, რომ უფრო დადებითად განეწყოთ ორშაბათი დღისთვის, გადავხედოთ ისტორიას. პირველად მთვარეზე ადამიანმა ორშაბათს გაიარა. პირველი კომიქსი სუპერჰირო ორშაბათ დღეს გამოსცეს. ბიგ ბენის ზარი პირველად ორშაბათს დაირეკა. ყოველ ორშაბათს 9 მილიონი ბავშვი იბადება. ტომ ჰენქსიც სწორედ ორშაბათს დაიბადა. და თუ ამანაც არ იმოქმედა თქვენს განწყობაზე, მაშინ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებთ. შაბათ-კვირა გაატარეთ ისეთ ადგილას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელშიც ყოველდღიურად გიწევთ ყოფნა. დაუსვით თქვენ თავს კითხვები იმის გასარკვევად, თუ რაში ხედავთ პრობლემას. ყველა იმ პოზიტიური ფაქტების სია ჩამოწერეთ, რაც გახარებთ. იყავით კარგ ფორმაში. საყვარელ ტანსაცმელს შეუძლია ძალიან კარგი განწყობა შეიქმნათ. ეცადეთ იმ ადამიანებს დაუმეგობრდეთ, ვისთან ერთადაც მთელი დღის გატარება გიწევთ. სამსახურში გართობა არც ისე რთულია. ასე რომ განეწყვეთ წარმატებისთვის. რის გამო არ
არ მინდა წასვლა ამა თუ იმ საქმეზე, თუნდაც სამსახურში ორშაბათს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე мотиваცია არ მაქვს. ეს мотиваციის არ ქონა შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ გარემო არ მომწონს უბრალოდ და ვითრგუნები ამ გარემოში და ვერ მეგობრობ, ასე ვთქვათ, ჩემ თანამშრომლებთან. მეორე არის, რომ მე ვერ ვუმკლავდები ჩემ საქმეს, მესამე არის უბრალოდ, რომ ინტერესი არ მაქვს მე იმისი, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ჩვენ ადამიანობა შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება ჩვენ თვითონვე გავიხალისოთ, ასე ვთქვათ, შევქნათ ყოველი ორშაბათი ახალი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი ორშაბათი ასე ვთქვათ, ახალს გულისხმობ, ერთი და იგივე გარემოში შეიძლება სიახლე შევიტანოთ ჩვენვე. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ორშაბათი იდეალური დღეა იმისთვის, რომ დაიწყოთ დიეტა. ვარჯიში. სწავლა. ღიმილი. წელიწადში 52 ან 53 ორშაბათია. ჯიდიპედიას რჩევით, არ ღირს ამ დღეების ცუდი განწყობის გამო დაკარგვა.